ისე ძალიან უცნაური ხალხი ხართ, დიქტატორები ყველა ქვეყნისა. სულ ერთი და იგივე შეცდომას უშვებთ ხოლმე. მიძინებულ დასავლეთს უჩიჩხინებთ. უჩიჩხინებთ, სანამ არ გამოსტყუებთ რაღაცას. იყო დასავლეთი მიძინებული, ჩაფუფუნებული, ნერვიულობდა ძროხების გამო გაზრდილ სითბურ აირებზე. გლობალური დათბობის კონტექსტში და არ მოასვენენ, რასაც ქვია, არ მოასვენენ. ჩმორები, იგებო, მშობელი ნომერი 1, მშობელი ნომერი 2, სანამ არ მოინათ ორივე მშობელი, არ მოისვენენ. ეგრეა, არ არის ეგრე. დონალდ ტრამპს სურს ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი $1.5 ტრილიონი გახდეს. არადა ამერიკა ყოველ წელს ამცირებდა სამხედრო ხარჯებს. $1 ტრილიონსაც კი ჩამოსდა რაღაც პერიოდი და კიდე შემცირება უნდოდათ. მაგრამ არ მოგასვენათ მამაზე ცირმა და ელაპარაკეთ ახლა ავიამზიდებს. ვითომ კონსერვატორებს გახსოვთ რა გითხარით 2025 წლის 26 აპრილის ეპიზოდში. ნახოთ ვიდეო. რუსეთმა თუ ყირიმი ლეგალურად გაიფორმა, წარმოგიდგენიათ რამდენი ომი დაიწყება? ყველა იომებს ვინ ჩათვლის, რომ მოწინააღმდეგეს მოერევა. მოგენატრებათ ლიბერალიზმი ყ***ებო. დიახ მეგობრებო, ამაზეც გაგაფრთხილეთ, რომ მოგენატრებათ ლიბერალიზმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წაიკითხავთ რუსული ტანკერების დაკავების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების განთავსება სამოქალაქო გემზე ღია ზღვაში, მისი ფაქტობრივი დაკავება, ასევე ეკიპაჟის დაკავება შეიძლება განიმარტოს მხოლოდ როგორც საერთაშორისო საზღვაო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, აგრეთვე ნავიგაციის თავისუფლების უხეში დარღვევა. ვაუ! მართლა? მე არ გიტყდებათ ბიჭო ლიბერასტები რომ გემებს გახევენ შუა ზღვაში ამ ხელა ჰეტეროსექსუალ ხალხს? ღია ზღვაში ებრძოლეთ აბა ლიბერალიზმს მიდით. აწარმოეთ კამპანიები ტროლბოტებით. ვაიმე ტვინი გაიბურღა ამდენი ადამიანის უფლებით. ზღვარი ხო აქვს არა? ერთ კარგ რჩევას მოგცემ დიქტატორებს ყველა ქვეყნისა. დაუბრუნდით წესებით თამაშს. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ თავი გადაირჩინოთ. მინიმუმ ბევრი წლით ისე ვიყოთ თქვენთვის აკეთოთ მაყუთი ეფეროდ ვეფხვებს იმ სასახლეებში და დაიკმაყოფილოთ თქვენი გოიმური ფანტაზიები რა. ზედმეტად ხო ზედმეტად ნუ შეაწუხებთ კაი ქვეყნებს, თორე დაგერხევათ და მე არ თქვათ, რომ არ გაგვაფრთხილებ.